დღეს მოვამზადე საფანელის ტორტი. ან დესერტი, ვის როგორ ეს სიამოვნება. ვიცი, ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ისეთი გემრიელია და უცხო მომზადება კი უმარტივესია. არც ღუმელი სჭირდება, არც კრემების თუხთუხი. მოკლედ მარტივია, ხელმისაწვდომი და ძალიან გემრიელი. პირველ რიგში ტაფაზე მოვოდნე კარაქი, შემდეგ დავამატე საფანელი, წიკვი, მარილი და ცოტაოდენი დარიჩინი. მოვხალე საშუალო ცეცხლზე, მუდმივად ვურებ თან, რადგან საკმაოდ მარტივად შეიძლება დაიწვას. საფანელმა ლამაზი ოქროსფერი რომ მიიღო და არომატი კარგად გაუშვა, სუფთა ჯამში გადავიტანე და გადავდე გვერდზე გასაგრილებლად. სანამ საფანელი ცივდება, მოვამზადე უმარტივესი კრემი. კარგად გაციებული ნაღები შაქართან და ვანილთან ერთად ავთქვიფე საშუალო სიმკვრივის პიკებამდე. ამის შემდეგ დავამატე გაწურული ლაბნე, ის მარკეტების დახლებზე ხშირად ლაბდეს კრემყველის დასახელებით გვხვდება. რა თქმა უნდა, შეიძლება კლასიკური კრემყველის გამოყენებაც იმის მიხედვით, თუ როგორი შედეგის მიღება გსურს. კლასიკური კრემყველით უფრო ცხიმიანი და ნოყიერი კრემი გამოდის. ლაბნეთი კი მომჟაო, იოგურტის არომატით მდიდარი. მე ამჯერად გაწურული ლაბნე ავირჩიე. მას ისევე როგორც კრემყველსაც ზედმეტი ქვეფა არ უხდება, რადგან შეიძლება მისი სტრუქტურა დაზიანდეს და აიჭრას. ამიტომ ლაბნეს ან კრემყველს ყოველთვის იმ დროს ვამატებ, როდესაც ნაღები უკვე თითქმის მზად არის. შემდეგ ყველაფერი ერთად კიდევ ერთხელ ავთქვიფე ერთგვაროვანი, ჰაეროვანი და ფაფუქი კრემის მიღებამდე. დავიწყე ტორტის აწყობა საკონდიტრო რკალში. ჯერ საფანელის ფენა გავანაწილე და ზედაპირი კარგად მოვასწორე. შემდეგ დავამატე კრემი, ესეც მოვასწორე, ისევ საფანელი, ისევ კრემი და ასე შემდეგ. ამ პროპორციით საბოლოოდ გამოვიდა 3 კრემის ფენა და 4 საფანელის ფენა. საფანელი სითხეს შესანიშნავად ისრუტავს, ამიტომ ფენებს შორის სურვილისამებრ თავისუფლად შეიძლება ხილის ან კენკრის დამატებაც. ზატორტი შევდგი მაცივარში 2 საათით. გამოვიდა ძალიან გემრიელი დესერტი. კონტრასტული ტექსტურებით, ფხვიერი, ხრაშუნა და ნაზი კრემოვანი ფენები. არასტანდარტული და მოულოდნელად გემრიელია, რომლის მორგებაც მარტივად შეიძლება საკუთარ გემოვნებაზე. მაგალითად, საფანელი შეიძლება ოდნავ დაინამოს ყავით. ასევე ხილის დამატება შეიძლება, ან ბოლო ფენა საფანელის ნაცვლად შოკოლადის განაშით დასრულდეს. ნაკლები საფანელი, მეტი კრემი და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს უკვე გემოვნებისა და ფანტაზიის საკითხია. ამ ტორტის მომზადება მართლაც არაერთი ვარიაციით შეიძლება. მთელი გულით გირჩევ, მოამზადო. მადლობა, რომ მიყურებ ბოლომდე.